მეიბელ სვაჰილი 102 წლის არის და ვაშინგტონში სხვადასხვა დაწესებულებებს მზა კერძებით ამარაგებს. უამრავი საქორწილო წვეულება გამიფორმებია, საეკლესიო მიღებები, სკოლის ბანკეტები, მიმუშავია ქალთა კლუბებსა და სხვა არაერთ დაწესებულებაში. სვაჰილი 1913 წელს აიოვის ქალაქ უინტერესში დაიბადა. კოლეჯის დასრულების შემდეგ სკოლაში ასწავლიდა, მაგრამ 1953-ში მეორე მსოფლიო ომის დროს პატრიოტულმა სულისკვეთებამ ვაშინგტონში ჩამოიყვანა. ყველა რაღაცას აკეთებდა ქვეყნისთვის, ამიტომაც ვიფიქრე სწავლებისთვის თავი დამენებებინა და ომის პირობებში დახმარებაზე დამეწყო ფიქრი. სამხედრო საზღვაო ფლოტში ადმინისტრაციულ პოზიციას მიაგნო და იქ პენსიაში გასვლამდე 1983 წლამდე იმუშავა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროდუქტებისა და მზა კერძების მიმწოდებლად მუშაობა, რასაც უმრავლეს საღამოებს უთმობს. მე ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, მგონი საუკეთესო დახმარებაა, როცა მათ კერძებს უმზადებ. მეიბელს ეამაყება ამ ფუნთუშის მსგავსი საფირმო პროდუქტების მომზადება. ამ ფუნთუშების გამოცხობა მეორე მსოფლიო ომის დროს დავიწყე. მეიბელი არც ათვალეს და არც სასმენ აპარატს ატარებს, ამბობს, რომ ავად თითქმის არასდროს ხდება. როცა ვმუშაობ, სულ ვმოძრაობ, ეს კი კარგი ვარჯიშია. პროდუქტებსაც მე ვყიდულობ და მე მიმაქვს სამზარეულომდე. მეიბელის 100 წლისთავის აღსანიშნავად ადგილობრივ ეკლესიაში ასობით ადამიანი შეიკრიბა. საჩუქრების მიღების ნაცვლად კი იუბილარმა სხვების პატივისცემა არჩია. ვითხოვე, რომ სტუმრებმა ფული გადაურიცხონ გალოდეტის კოლეჯს, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთადერთი კოლეჯია სმენა დაქვეითებულთათვის. ამით კოლეჯის ფინანსური დახმარების ფონდში $30,000 შეგროვდა. გადასარევი კერძებია, ასე გვმასპინძლობს ყოველთვის, როცა აქ მოვდივართ. მეიბელი შთაგონების წყაროა ყველა ჩვენგანისთვის. სვაჰილს საკუთარი ოჯახი არასდროს ყოლია, ამბობს, რომ დამოუკიდებლობა უყვარს და არ აპირებს აქტიურობის შეწყვეტას. ენერგიულად ვარ და ძალისხმევის გამოვლენა მსურს. ჯერ ჩემი ბიზნესის შეწყვეტას არ ვგეგმავ. როცა ღმერთს მოუნდება, აი მაშინ კი გავჩერდები. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.